მოგესალმებით ყველას, ეს ჩემი არხია, მე ნათია შაი ვარ და რიგით მესამე ბედის მატრიცას განვიხილავ საჯაროდ, თუმცა ეს კონკრეტული ადამიანის ბედის მატრიცაა. მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი რაც შემიძლია ინფორმაცია გითხრათ, რომ არის მამრობითი სქესის ადამიანი, ვის ბედის მატრიცასაც განვიხილავ. ეს ადამიანი მისი დაბადების რესურსით რიცხვით არის 8-იანი. მინდა განახოთ და საკმაოდ ბევრ ადგილას, ასე ვთქვათ, ჩანს ეს 8-იანი. აი ეს არის მისი დაბადების რესურსი. ეს გვაჩვენებს იმას, თუ რა რესურსი აქვს მას, ასევე გვაჩვენებს იმ თავის მხარეს, რომელიც ჩანს კაფიოდ კაშკაშატი ავატარს, რომელითაც ყველა იცნობს, ყველა ხედავს, ესეთად აღიქვავენ, ესეთად იცნობენ, რო კითხო ვინმეს როგორია ეს პიროვნება, დაგიხასიათებს აი ამ 8 ენერგიას. მე ამ 8 ენერგიას განვიხილავ, მაგრამ რადგან ბევრ ადგილას არის, მინდა ყველა ადგილის მნიშვნელობა ვთქვა. და როდესაც ვიტყვი ამ 8-яნის თვისებებს, მიხვდებით, ბევრ რამეს მიხვდებით ამ ადამიანზე და ცხადია თვითონ თავის თავზე. შემდეგი 8-იანი ეს არის მის ტალანტებში და აქ ჩანს, რომ ზუსტად ეს 8-яნის ენერგია, რაც მან წინა რეინკარნაციებში ძალიან კარგად დაამუშავა და აქვე კარმის კუთხშიც 8-იანი რაც ცუდად დაამუშავა. ანუ ამ ადამიანს აქვს რესურსი ამ ენერგიის ფლობის როგორც მინუსში, ისე პლუსში და როდესაც ესე ერთი და იგივე ენერგია არის ზევითაც და ქვევითაც, ქვედა ჩაკრებშიც და ზედა ჩაკრებშიც, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ენერგია მით უმეტეს, რომ მისი რესურსია, ხო? ეს ენერგია უკვე ექნება, ნახე, აი როგორც ლავირებს ძალიან ადვილად. აი მინდა სახაზავზე გაჩვენოთ, ნახე, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ერთი ენერგია და ამ ადამიანს ძალიან კარგად შეუძლია ესე აიყვანოს, ჩაიყვანოს, მინუსშიც, პლუსშიც, გადავიდეს, გადმოვიდეს. როდესაც დაუმძიმდება რაღაც საკითხი, შეიძლება ეს ენერგია მინუსში წავიდეს, იმიტომ რომ კარმის კუთხში აქვს. ხოლო გაწონასწორებულ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, დადებით ემოციურ მდგომარეობაში და ზოგადად შეუძლია ძალიან დადებითშიც გამოიყენოს და ფლობდეს ამ ენერგიას. და ასევე აქვს კიდე საგვარეულო მისმა წინაპრებმა, ბებიებმა, ბაბუებმა, შვიდმა თაობამ საჩუქრად ძალად ზუსტად ეს 8-яნის ენერგია მისცა და მას სიყვარულშიც აქვს ეს ენერგია. ეხლა კი დავიწყოთ როგორია ეს ენერგია და თითოეულ, ასე ვთქვათ, ხაზში, წერტილში როგორ იმუშავებს ეს ენერგია მისთვის. დავიწყოთ ისევ და ისევ რესურსით, ანუ როგორ ხედავენ, როგორ ახასიათებენ მას და რა არის მისი ავატარი, მისი ის ნაწილი, იმ ბუნების ის ნაწილი, რომელსაც აჩენს გარეთ არ მალავს, არ არის, ესე ვთქვათ, ინტიმური. 8-იანი ეს არის კარმა, ეს არის წონასწორობა, ეს არის სამართლიანობა, სამართლიანობიდან გამომდინარე ბალანსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი იქნება ძალიან მორალური ადამიანი, დადებით შემთხვევაში ცხადია, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ამოვარდეს კიდევაც და წაიწიოს, ასე ვთქვათ, რაღაც კანონების დარღვევისკენ, ამორალობისკენ, იმიტომ რომ კარმის კუთხშიც ფიქსირდება ეს 8-იანი ენერგია. ზოგჯერ ეს ბალანსი შეიძლება დაერღვეს მას. ეს ჩანს. მაგრამ ზოგადად დაასახელებენ, რომ ეს ადამიანი არის ძალიან სამართლიანი, მორალური, შეიძლება ასე ვთქვათ, ცოტა არ იყოს აი უხეში ნათქვამიც ჰქონდეს, ხო, იმიტომ რომ 8-იანებს არ შეუძლიათ ასე ვთქვათ, ლაქუცი აფერისტობას და ამიტომ ეს სიმართლე შეიძლება რაღაც ხისტად იყოს, ვიღაცას ხისტად მოხდეს, მწარედ მოხდეს, ეს ახასიათებთ 8-იანებს. 8-იანებს
რვიანებს თუ დადებითია და თუ მისი ეს შესაძლებლობები ხო ამუშავდა, მისი ტალანტის შესაძლებლობები, მაშინ არ უჩნდებათ კითხვები, რატო მოვედი დედამიწაზე, რატო შეათ ბავშვებს, რატო არის ომი, რატო კვდებიან ახალგაზრდები ბავშვები, თუ კეთილი იყო ადამიანის სულ რატო ეწამებოდა მთელი ცხოვრება, რატო ქონდა მას მძიმე ცხოვრება და ცუდ ადამიანებს რატო უმართლებთ, წუწურაკები რატო არიან მდიდრები და ხელგაშლილები, ღარიბები და ასე შემდეგ. მსგავსი კითხვები არ უჩნდებათ, იმიტომ რომ მათ იციან ძალიან კარგად კარმის კანონი, ღვთიური კანონები. ხოლო თუ ეს ენერგია ნეგატივშია, მაშინ ზუსტად ეს კითხვები მოდის მათთან. რატომ? ეს კითხვები თავიდან იწყება საკუთარ თავზე, რატომ დამემართა ეს, რატო არის ცხოვრება ესეთი უსამართლო და ასე შემდეგ. მართალი გითხრათ, ამ ადამიანის დაბადების პირველ 5 წელამდე, აი ესე ვთქვათ, ეს კარმის სიმძიმე ენერგია ამუშავებული ქონდა და მე აუცილებლად ვკითხავ ამ ადამიანთან არ მისაუბრია, რა იყო, რა მძიმე სიტუაციები იყო განსაკუთრებით 1 წლიდან, ხო, 1 წლიდან დაბადებიდან 5 წლამდე. მერეც, მაგრამ აი თვითონ კარმის თემა დატრიალდა, ასე ვთქვათ, 2-დან 4 წლის ჩათვლით, თუმცა ეს სიმძიმეები რაღაცა 10-11 წლამდე უნდა გასულიყო. ზუსტად ნახეთ როგორ არის ადამიანის კარმა მოქმედებს ბავშვობის 12 წლამდე, მაგრამ 7 წელი განსაკუთრებით აქტიურია ეს. რაც ჩანს მის ცხოვრებაში, წინა ცხოვრებიდან წამოყოლილი კარმა, დანარჩენი 12 წლამდე უფრო სუსტი არის. 12 წლის შემდეგ უკვე ადამიანი თავის კარმას წერს უკვე ამ ცხოვრებაში. და ეს რაღაცა დარღვევა, რომელზეც ჩვენ მე ცალკე განვიხილავთ ამ კარმის შოუს, ჩანს, საკმაოდ ჩანს მის ბავშვობაში, მოვლენებში და აუცილებლად ვიკითხავ რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, აი ესეთი რთული ამ ბავშვობის წლებში, განსაკუთრებით 5, თუმცა 11 წლის ჩათვლით. ეს ჩანს მკაფიოდ. კარგით, ეხლა რა მინდა კიდევ თქვა. როდესაც რვიანი არ თუნდაც მარტო ეს ყოფილიყო და განსაკუთრებით ამდენ წერტილში აქვს, ხო? ადამიანს აქვს ეს ყველა ენერგია სულ ამბობ, რაც აქ ჩანს, ოღონდ მიძინებულებია, იმიტომ ქვია კარმა, რომ არის მიძინებული და უნდა გააღვიძოს, გამოაფხიზლოს. მაგრამ თუ ადამიანს ეს შინაგანად, აი, ხო არის, რომ აი რაღაც შინაგანად იცი, შინაგანი სიდინჯი აქვს, შინაგანი სიბრძნე აქვს, ხო? აი განსაკუთრებით ჩვენ წინაპრებზე გაგვიგია, რომ აი გლეხი იყო, მაგრამ ინტელიგენტი გლეხი, აი რაღაც არსაიდან ზებუნებრივად შიგნიდან მოსდიოდათ ეს ცოდნის ძალა. თუ რვიანებს ეს არ მოყვება შინაგანად, აი ეს კარმის კანონების, ღვთიური ენერგიების კანონების, სულიერების, ხო, რაღაც შინაგანი ცოდნა, მაშინ მან ასე ვთქვათ, უნდა აიღოს წიგნი ხელში და დაიწყოს ამ ცოდნების შესწავლა, რელიგიები, ან რელიგია, ან ეზოთერიკა, მოკეთ ღმერთის კანონები, რა გზით შეისწავლის, ამაში არ შევალ, მისინება, თვითონ დაერჩიოს, მაგრამ ეს არის აუცილებელი რვიანებისთვის, ანუ საკმაოდ ჭარბობს. მისი, როგორც თქვი, ეგრეგორების, საგვარეულო ეგრეგორების ძალაც არის რვიანი, ზუსტად ეს კარმის ცოდნა. რა არის კარმა? ეს არის ზოგს გონია, რომ რაღაც კარმა არის ცუდი აუცილებლად და დამანგრეველი. არა, კარმა არც ცუდია, არც კარგია, კარმა არის კარმა, რაც გავაკეთე, იმის შედეგი. მიზეზი, შედეგი, ქმედება, შედეგი, გავისროლე, მოხდა კეთილს უკან წამოვიდა ის, რაც გავისროლე. ან კი ესე ვამბობ, რომ წარმოიდგინეთ, რომ სამყაროს სარკეები არ ტყვია, ოღონდ თქვენსკენ იყურება ეს სარკე და დაიჭყანები, დაგიჭყანება, გაუღიმებ, გაგიხიმებს. აი ეს არის კარმა. ამ შემთხვევაში არ მიყვარს ხოლმე, ძალიან არ მიყვარს ღმერთის ჭის, ღმერთი დამსჭის, ღმერთი დაგსჭის თქმა, არამც და არამც. არა, ღმერთი არ არის ჯალათი, არავის არ სჭის. ეს არის კარმის კანონი და ეს ჩვენ გვეხება, ჩვენ ვქმნით ამას.
აქ ანუ ღმერთისნება არაფერ შუაში, აქ ჩვენინებაა მთავარი, რაც გავაკეთეთ, იმის შედეგს ვიღებთ. დავთესეთ ლობიო მოვა ლობიო, დავთესე ხორბალი მოვა ხორბალი, დავთესე ვარდი მოვა ვარდი, დავთესე რა ვიცი, ნებისმიერი რამ, ანანასი მოვა ანანასი. აი ეს არის კარმა. ანუ აქ სხვა არ ერევა, აქ ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ნუ აქ ჩანს რომ მისი წინაცხოვრებიდან გამომდინარე საკმაოდ სიმძიმეში წაიყვანა, მაგრამ ქონდა ისეთი წერტილები მის ცხოვრებაში, რაც ძალიან ზევით ღმერთამდე აიყვანა ეს კარმის ენერგია. მე მინდა ხშირად განვიმეორო ეს და ვთქვა, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს არ ქონდეს სხვა ვიდეოები ნანახი, რომ წინა ცხოვრებას როცა ვამბობ, გულისხმობ წინა რეინკარნაციას, მაგრამ არ მინდა გაიგოთ, რომ აქ შეიძლება იყოს ვარიანტი, რომ მხოლოდ ერთი რეინკარნაციის ენერგია წამოსული, შეიძლება რამდენიმე ყველა ენერგია, რეინკარნაციების ენერგია იყოს წამოსული, რა არის სიმძიმეში და რა არის პირიქით ამახლებული და ასე ვთქვათ, კარგად შესრულებული, კარგად შესწავლილი ენერგიები. საინტერესოა მე ამას ცოტა ბოლოსკენ მოვიტოვებ, საგვარეულოს ეგრეგორები ძალიან საინტერესო ეგრეგორები აქვს და მე მივხვდებით რატო რვიანი, რატო მისცეს ეს კარმის ძალა, ეს ღვთიური ძალა, ეს სამართლიანობის ძალა ამ ადამიანს. საერთოდ ეს ენერგია სულ არის 22 ბედის მატრიცაში და რვიანი ენერგია ხსნის სამშვინელის ენერგიების კარს. ანუ ეს უკვე ამაღლებული არის მიწის, ანუ მატერიალური მიწიერი ენერგიებისგან, ანუ რას გულისხმობ? ნახე, ადამიანს აქვს სხვადასხვა დონის კასტები, ხო? არიან მუშათა კლასი, ვაჭრების კლასი, რომელიც ინტერესში შედის, აი ჯერ პირველ რიგში ეს არის დაბადება, გამრავლება, სახლი, დაფუძნება, სიმყარე, საჭმელი და მე ეს რომ ჯობესდება არის კიდე ვაჭრთა კლასი, რომელთაც უკვე რაღაცა მიწიერი ფუფუნებები მოსწონთ, ხო, როგორც არის სიამოვნებები, უკვე კარგი საკვები, კარგი საცხოვრებელი, შეიძლება მოგზაურობაც იყოს და იმის ზევით უკვე მოდის სამშვინელი, უკვე ემოციები შემოდის, ხო, უკვე ემოციები აინტერესებს ადამიანს. აი სიტყვაზე სიყვარული ავიღოთ, ხო, იცით, სიყვარულშიც კი არ აინტერესებს მარტო სექსუალური ტოლვა, ნება, ანუ მარტო ხორცი, ცუდად არ ვამბობ, ეს არის იმპულსი, პირველი იმპულსი. მაგრამ უბრალოდ ამ პირველი იმპულსი ზოგი ვერ ცდება. ამ განამერე ის აინტერესებს, აბა იმასთან როგორ ვიქნები, კარგად გამოჩნდები თუ არა საზოგადოებაში, როგორი ადამიანია, ხო, რაღაც არჩინებული, ეს უკვე შემდეგი ეტაპია. ამ ადამიანს აი ჩანს ვინ არის ის ღმერთისთვის, ჩანს რომ ამ ადამიანს უკვე სამშვინელის ენერგიები, ანუ ემოციები, უკვე აზრები, ფსიქოლოგია, განცდები აინტერესებს, უკვე ეს ენერგია შემოდის და რვიანი ამ ენერგიებს ხსნის. კარგით, ახლა ისევ დაუბრუნდეთ ამას. რა არის მინუსში რვიანი, რაც უნდა გაითვალისწინოს ამ ადამიანმა. პირველ რიგში ეს სამართლიანობა, რო არის სამართლიანი, არ გადაექცეს უხეშობაში, არ გადაექცეს სხვის განკითხვაში, იმიტომ რომ თვითონ ხდება ყოველთვის, ესე ქადაგებლად არ იქცეს, რომ დადიოდეს და აი შენ შეგეშალდა, შენ აქ ცდები, თუ არავინ არ კითხარ, ხო არ შევცდი, არ არის მისი საქმე, გააგრძელოს გზა. მოკლედ ეს აქვთ ხოლმე რა ვარდებია ხოლმე რაღაცა, იმდენად ძლიერია ეს განცდა უსამართლობის, რომ ხშირად ეს გადადის უხეშობაში და ბრძოლაში უსამართლობასთან. ანუ მან არ უნდა იბრძოლოს უსამართლობასთან, თუ ეს მისი რაღაც კონკრეტული მისია და საქმე არ არის, ხო, ზოგადად ამის მასე ლაშქრობაში დაკარგავს ენერგიას, იმიტომ რომ ვერ გაასწორებს მართლა სამყაროს, უბრალოდ გულგრილი კი არ უნდა იყოს, უბრალოდ რვიანი მინუსში ეს არის უკვე უხეშობა, ეს არის ძალადობა, ეს არის აგრესია და ბრძოლით დამყარება სამართლიანობის. არამც და არამც ეს არ უნდა გააკეთოს რვიანებმა. აი ხო უბრალოდ რო ვლაპარაკობ, უბრალოდ აი აზრი შემომივიდა ესეთი თავში, რომ
აი ცირე რა დროს ჩანს ხოლმე დამინახავს ეს რვიანის ენერგია. აი მაგალითად ეკლესიური ადამიანები რო არიან და შენ ან ახალი მისული ხარ ან რაღაცა ისეთი მოხდა ხო და მათი ციან რო იცოდვა და აი შენ ჩაიდინე და დაინახეს და აი მაშინვე რომ მოდიან ანოტაციას წაგიკითხავენ და ეხლა ვეწადი მოინანიე ეს ცოდვა ეს როგორ შეიძლება აღარ გააკეთო ეს და აი ეს ერევიან რა ანუ ხო ხვდები ძალადობენ შენზე იმიტომ რომ შენ არ ხარ ჯერ მზად ამისთვის ხო თუ შენ მზად არ ხარ ამისთვის ან არ თვლის საჭიროდ რომ მოინანიო და არ გრძნობ ამ სინანულს ეს უკვე არის ძალადობა ახლა უბრალოდ ეს ამაზრმა გამიელვა აი ესეთი რაღაცა არის რვიანი რომ ხმლითი ფუძვის სამართლიანობისთვის ხმლით არ უნდა იბრძოლოს სამართლიანობისთვის როცა კითხავენ როცა მისი საქმეა მაშინ მშვიდად წყნარად აი მშვიდი ენერგიით ჩაერიოს საერთოდ რვიანები არიან ძალიან ნელები დინჯები მშვიდები გაწონასწორებულები ესეთი ადამიანები არიან და ძალიან საინტერესო რაღაც აქვთ კიდე რვიანებს მაგალითად ბავშვობაში გამოიყურებიან დიდებად იმიტომ რომ ეს წინა რეინკარნაციების სიბრძნე მოსდევთ რაღაცნაირად და დიდ იერს აძლევს აი მე ასე კი რომ ემატებოდ პირიქით პატარებად გამოიყურებიან ესეთი ის აქვთ კიდე დამახასიათებელი ნიშან-თვისება გაწონასწორებულ რვიანმა უკვე იცის აი რაღაცა რო ხდება მის ცხოვრებაში ხო ნეგატიური თუნდაც ხო უკვე როდესაც მაღალია ეს ვიბრაცია რვიანის მან იცის რატო მოხდა რისთვის მოხდა მიმღებლობა აქვს ყველაფრის აი როგორც თავიდან თქვი ხო რატო ხდება ჩემ თავს ეს უკითხვა უკვე დადებით რვიანს აღარ უჩნდება მან იცის რატო მოხდა ეს იმიტომ რომ დაერღვა რაღაცა კარმის ასე ვთქვათ მორალური კანონი და მიიღო შედეგი მის ქმედებაზე ხო ეს აბსოლუტურად გაზრებული აქვს ხო მაგალითად გაიგო რომ პატარა ბავშვი გარდაიცვალა ან შია ხო აი აფრიკაში ბავშვები შიმშილობენ ხო ამ დროს ის კი რა თქმა უნდა ადამიანურ ნაწილს ძალიან ტკივა მე არ ვამბობ რომ უგრძნობები არიან მაგრამ გონების ნაწილმა იცის საიდან შეიძლება ეს მოდიოდეს იმიტომ რომ ეს ყველაფერი კარმა აი ეს იციან რვიანებმა ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის კარმის კუთხე არსებულ რვიანზე მე ცალკე ვისაუბრებ როგორც ზევით ერთად განვიხილავ და ასევე საგვარეულო ძალაზე, იმიტომ რომ მე ვთქვი, რომ ძალიან საინტერესო ეგრეგორები აქვს მეთქი მას გადმოცემული. და ადვილი მისახვედრია, როცა განვიხილავ მის ბებიებს, ბაბუებს, რა ენერგიები აქვთ კარმაში, მიხვდებით, რატომ ისცა ამ გვარებმა მას რვიანის ენერგია. ეხლა დროებით მინდა უბრალოდ მოდი ვთქვათ აი სიყვარულზეც სიყვარულშიც მას შეხვდება აუცილებლად პარტნიორი ისეთი რომელიც მას კარმას დაამუშავებინებს აუცილებლად აი ცალსახად კარმული პარტნიორი შეხვდება და შეუძლებელი არაფერი არ არის, მაგრამ არ იქნება თქვენი ანუ სანამ არ დაამუშავებთ ამ ენერგიებს ცხადია განვიხილავთ ცალკე, არ იქნება ადვილი თქვენთვის ეს ურთიერთობა, არ იქნება იავარდით მოწყობილი, იმიტომ რომ ეს კარმა გექნება დასამუშავებელი, საკმაოდ სერიოზული კარმა, თუმცა თუ დაამუშავებთ, იცით ხო, რომ ძალიან დიდი რესურსია ეს ყველაფერი. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ და აგიხსნათ როგორია ეს ადამიანი შინაგანად ხო სულიერად ამ ადგილს ვეძახი ხოლმე ღვთის ნაპერწკალს ადამიანში იმიტომ რომ ჩვენში ყველაში არის ღვთის ნაპერწკალი იმიტომ რომ ღმერთმა ჩაგვბერა ჩვენ სული და აი ეს ნაპერწკლები არის ჩვენში და ყველა უნდა ვიაზრობდეთ რა მხოლოდ პასუხისმგებლობაა ეს და ამ ნაპერწკლებს არ მოვექცეთ უდიერად და რა არის ეს ამ ადამიანის ნაპერწკალი ეს არის ძალიან დიდი მამაკაცური ძალა ძალიან დიდი მამაკაცური ენერგია მართვის ნიჭი სიძლიერე ძლიერი ადამიანია ძალიან მტკიცე ესეთი იქნება თან აი რვიანი და ოთხიანი წარმოიდგინეთ ძალიან მორალური, ძალიან მტკიცე, ძლიერი თან კაციას ქესით, მამაკაცი. ესეთები არიან ნახეთ შორს მჭვრეტელები
იმპერატორები არიან. ესეთი ადამიანი არ შეიძლება რომ მუშაობდეს ხელქვეითად რაღაცა სამსახურში, მას უნდა ჰქონდეს თავისი ბიზნესი, თავისი იმპერია, თავისი სფერო, თავისი გავლენები, იმიტომ რომ ძალიან კარგი მმართველები არიან, ყველაფერს თვითონ აკეთებენ, თვითონ აგვარებენ, არ უყვართ სხვისი დახმარების მიღება, პირიქით უყვართ რომ სხვებს გაუმართონ ხელი და სხვებს დაეხმარონ და ეს მათ პატივმოყვარებას კიდევ უფრო აძლიერებს, რომ მათ ეს შესწევთ. აუცილებელია ოთხიანებს რომ გქონდეთ აი ეს რაღაცა მატერიაში არსებული საფუძველი, იმიტომ რომ ესე მყარი მამაკაცები იყვნენ, ანუ მატერია ყველაფერი დაკმაყოფილებული უნდა გქონდეთ აუცილებლად და ამისთვის მიიღწვიან, უყვართ გარეგნობაზე მოვლა, ანუ ყველაფერი უყვართ ხარისხიანი, აი ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ აი საქვთ შინაგანი რაღაცა ის დიდებულობის შეგრძნება, ხო, კარგი მანქანა, კარგი სახლი, ლამაზი ჭკვიანი, განათლებული მეუღლე, კარგად გილას აი ყველაფერი ხარისხიანი უნდა იყოს და თავისი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვისაც ყველაფერი ძალიან კარგი და ხარისხიანი ემეტებათ. ცხადია ის თუ დადებითია, თუ უარყოფითში არის, საკმაოდ ესეთი ტირანებად იქცევიან, ამ თავის ძალაუფლებას სიკეთეში კი არა, რაღაც შეზღუდულობაში და დამცირებაში და ესეთი ტერორში ამყოფებენ ახლობლებს, თუ ეს მინუსი აქვს ამ ადამიანს. ეს არის ის ნაწილი, რაც ძალიან ახლობლებმა იციან მის შესახებ და არა ყველამ, ხო, ყველა იცნობს როგორც აი მრბიანი ენერგია, როგორც დავახასიათებ. მესამე რაც მინდა ვთქვა, ეს არის როგორია მისი ურთიერთობა უფალთან, ღმერთთან, მის მფარველი ანგელოზი, როგორ მუშაობს მისი სათხასარა ჩაკრა და ეს ერთადერთი ჩაკრა, რომელიც სხეულში არ არის და სხეულში, სხეულიდან თვითონ კონკრეტულად სხეულში არც ერთი ჩაკრა არ არის, სხეულის გარეთ არის, მაგრამ სხეულს არ უკავშირდება, ადამიანის თავს ზევით არის ეს ჩაკრა და ეს არის აბსოლუტურად ის ენერგია, სადაც არის ურთიერთობა მაღალ ძალებთან, სულიერ ძალებთან, ღმერთთან, უფალთან და ამ ადამიანთან შორის, მის მაღალ მესთან შორის. ეს ენერგია აქვს მას ქრუმი ქალის აქ უკვე ქალური ენერგია შემოდის. ეხლა ნახე რას ნიშნავს ეს. ადამიანში არ აქვს მნიშვნელობა ეს სქესით კაცია თუ ქალია, გვაქვს ორივე სქესის ენერგიები. არ არსებობს მარტო ერთ ენერგიაზე მყოფი ადამიანი. ეს უბრალოდ სქესი არის და ძალთა ბალანსია, ხო, რა ჭარბობს და რა არ არის. ის რომ მამაკაც აქვს ქალური ენერგია, ეს ურთიერთობა საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა და ქალი ხო არ არის. არა, ყველას გვაქვს ორივე ენერგია, ქალურიც და მამაკაცურიც, ირის და იანიც. უბრალოდ რომელია მეტი და რომელია ნაკლები, ყველაფერი ამითი განიმუშვალება. შინაგანად ეს ოთხიანი ძალიან მამაკაცური ენერგია არის ნამდვილად, აი ორიანი კიდე ეს არის ქალური. ნახე როგორი არის მისი ურთიერთობა ღმერთთან. ძალიან მშვიდი, ძალიან წყნარი, ძალიან დიდი ცოდნა, დიდი, ასე ვთქვათ, რეინკარნაციებიდან მოყოლილი ეს ეზოთერული ღრმა ცოდნა. ამიტომ ძალიან ეს ადამიანი ძალიან დინჯი უნდა იყოს, ჩემი ხედვით, იმიტომ რომ ეს ორიანი, რვიანი ეს ჩაკრაში ფიგურირებს. წყალთან ურთიერთობის დროს გრძნობს სიმშვიდეს, სიწყნარეს, ძალიან კარგი ამისთვის, აი სულიერად იწმინდება წყალთან ურთიერთობების დროს. მთვარის ენერგია და ფაზები მოქმედებს მასზე ძალიან, აი რადიკალურად, იმიტომ რომ მთვარე წყლის მიმოქცევებს, წყლის ენერგიას გრძნობს ძალიან და ეს მის თუნდაც ფიზიკურობაზე, თუნდაც სულიერობაზე, თუნდაც ფსიქიკაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს მთვარე. ამიტომ მისთვის ყველაფერი, აი წყალთან, მთვარესთან ურთიერთობა ეს ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი და თერაპიული არის. არიან როგორც გითხარი, ძალიან სიბრძნისეული, ძალიან ბრძენები არიან, თუმცა არ უყვართ თავის გამომჟღავნება. ოღონდ ეს უკვე მის რწმენაზე მაქვს ლაპარაკი, მის სულიერებაზე
მაქვს ლაპარაკი, თორე შინაგანად ძალიან უყვარს ლიდერობა ამ ადამიანს, ესეთია. მსგავსი თემები, აინახე, რაც თქვი სულიერი თემები, რაც ექნება მას, იცი როგორ შეიძლება გამოიყენოს, აი ესე შეფარვით, მკრთალად, არ ყვირის, ისე მისცეს შეიძლება ვიღაცას რჩევა, ისე გააკეთოს რამე, ისე დაეხმაროს, რომ ისიც ვერ მიხვდეს, რომ ეს დაეხმარა. ანუ ასეთ დროს მისი ღვთიური მისიის შესრულების დროს იმას საერთოდ არ ეყვარება გამოჩენა, სიკაშკაშე, ლიდერობა, თუმცა საკმაოდ ლიდერული ტიპია. მაგრამ როდესაც ეს ეხება მისიას და რა არის მისი მისია, მოდი ვთქვათ, ხო, მაგრამ ეს ორიანი ესეთი ბრძენი ეზოთერული ენერგია არის, წინა ცხოვრებიდან რაც წამოიღო ტალანტი ეს რუიანის ენერგია არის, თუმცა ზოგჯერ ეცემოდა ვხედავთ ჩვენ აქ და ალბათ იმიტომ რომ ესე კარგად ესმოდა რა არის და მაინც ჰქონდა ცდონება და ეცემოდა, ამიტომაც აქვს ამდენი რუიანები დასამუშავებელი, გამოყოლილი და საგვარეულო და საჩუქარი, არა გვარის ძალა ვთქვი რომ რუიანია, მე ვამბობ საჩუქარი, ეს არის სიყვარულის ენერგია. ხო, ანუ ეს კარმა, ეს ეზოთერიკა და საერთოდ რაღაცა ესეც უგრძნობ ამ ადამიანში, რომ უნდა იყოს რაღაცა ესეთი მორწმუნე ადამიანი, ესე მსუბუქად რა ვთქვათ და მარტივად, აი ეს სიყვარული, კარმა, ცოდნა ღმერთის შესახებ ძალიან დიდი ცოდნა, რელიგიური ცოდნა შეიძლება ქონდეს ამ ადამიანს. არ გამოვრიცხავ ეს ადამიანი, რომ იყოს სასულიერო პირი. არ გამოვრიცხავ, ხა გადავხედე მის სხვა კარმებში. არ გამოვრიცხავ ნამდვილად. ძალიან ისეთი იქნებოდა კარგი, თან ისეთი ლიდერულების იქნებოდა, იცით, სულიერი მოღვაწე. ნახოთ მერე გავისაუბრები, ვინ არის, რა არის, არ ვიცი ჯერ, მაგრამ ესე ჩანს. და ეს ყოფილი დააკეთოს ძალიან დიდი სიყვარულით, სითბოთი, ლამაზად, არა უხეშად, არა მკაცრად, ხო, ჩვენ ვიცნობთ ესეთ სასულიერო დღეს ტაფურეთკებს და ჯოხებს რო ურტყავენ თავში. არა, სიყვარულით, მართლა გააზრებულობით რა არის კარმა, რა არის ღმერთის კანონები და ძამშვიდი, წყნარი, მსუბუქი, ესეთი იმითი, რა ქვია, ენერგიებით. ამ ადამიანს ძალიან კარგი ხმის ტემბრი უნდა ქონდეს. ძალიან მაინტერესებს. ისიც უნდა გავარკვიო, ძალიან კარგი ხმის ტემბრი უნდა ქონდეს, სასიამოვნო ხმის ტემბრი. ბარხატოვანი რაღაცა და შეიძლება მოსწონდეს, აი ესეც მინდა გავარკვიო. შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ შეიძლება ბავშვობაში ქონდა, მოსწონდეს თმის, აი ესე გრძელი თმის ტარება, ხო, ეს ძალიან გაკრეჭილი სამხედრო სტილში არა. ეს მის სულიერ, ასე ვთქვათ, ჩვევებზე და მახასიათებლებზე. აუცილებლად შემდეგ ნაწილში განვიხილავ მის კარმის კუდს და აუცილებლად გადავალ სიყვარულის თემაზე, იმიტომ რომ იქაც რუიანია და ესე გავუყვები მისი ბედის მატრიცის განხილვას. თქვენ თუ მოგეწონათ, როგორც განვიხილავ მე, უბრალოდ დალაიქეთ. ეს თქვენთვის კარგია, თქვენი კარმისთვის დღეს რაღაც კარმული მატრიცა გამოგვევიდა, იმიტომ რომ რაღაცა მიიღეთ, რაღაცაზე დაფიქრდით, რაღაცამ დაგაინტერესეთ და გაცვალეთ ეს ენერგია, არ დარჩეთ სამყაროს ვალში. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი, ხოლო ვისაც გსურთ ჩემთან პირად კონსულტაციაზე ჩაწერა ბედის მატრიცის განსახილვად ან სხვა თემატიკაზე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე 591233507 აქტიურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც, ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ქართული შრიფტით Facebook-ზე რეიქი მკურნალი. მე გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, აუცილებლად ნახეთ, იქნება ამას გაგრძელება, რაღაც 3-4 ნაწილად ვწერ ხოლმე. გააჩნია ხო ყველა სხვადასხვანაირი ინფორმაციულად დატვირთული ბედის მატრიცები აქვს და აი პირველ ნაწილს რომ მოისმეს ავტორი
მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ სქესით არის მამაკაცი, სხვა ინფორმაცია არ ვიცი და ძალიან მაინტერესებს დამიდასტურებს თუ არა, რა თქვი მასზე და გეტყვით ამას, რა არის, რა რეზონინდა მასთან, ჩემი ნათქვამი და რა არა. მეც თქვენთან ერთად მაინტერესებს ეს. გელოდებით შემდეგ ჩართვაზე, ვიდეოზე. გემშვიდობებით ძალიან დიდი სიყვარული თქვენ ნათია შაი.